გიორგი, ჩვენი მსმენელი შეკითხვაა, პირადად მე სხვანაირად ვშიფრავ. ბაბილონის გოდოლის არსს და მოვლენას. ცოტა ფანჯარაში აღეთ ისე ცხელ. ბაბილონის გოდოლი არა რაიმე ფიზიკურ საინჟინრო ნაგებობა, ბაბილონის გოდოლი საკუთარ აზროვნებაში ააშენეს ადამიანებმა, უარყვეს საქმეთის ყოვლის შემძლეობა და თავისი თავი ღმერთს გაუტოლეს. ხოლო ის საერთო ენა, რაზეც ძველად კაცობრიობა საუბრობდა, ესა ურთიერთმიტევება, თანადგომა, საცნოება, ანუ სიყვარულის ენა. რომელსაც თარგმანი არ სჭირდება და ყველასათვის გასაგები. ადამიანს რომ დაეხმარები გაჭირვების ჟამს, გვერდით დაუდგები და სიყვარულით მოეპყრობი. ამას არ სჭირდება თარგმანი. უარყვეს რა ეს ადამიანებმა, მათში დაისადგურა შურმა და ბოროტება და შესაბამისად დაისაჯა კაცობრიობაც. ერთმანეთს ვებრძვით, კლავთ, ვართმევთ და ვიტაცებთ სხვის მიწაწყალს ქონებას. ფული გაბატონდა მსოფლიოში და ფული მართავს მსოფლიოს. ჩვენ უფალი კი არ ვგჯის, არამედ ჩვენვე ვჯით საკუთარ თავს უფლის უარყოფით, ანუ სიკეთის და სიყვარულის უარყოფით ჩვენში ისადგურებს ყველა ის მანკიერება და ცოდვა რაც არსებობს. ბატონ გიორგის პასუხად უნდა უთხრა, რომ ბაბილონის გოდოლი არა რაიმე ფიზიკურ საინჟინრო ნაგებობა არ არის სწორი, იმიტომ რომ იქ პირდაპირ წერია რა მასალებით აპირებდნენ ამის ესე იგი აშენებას, ამაზეც კი არის ლაპარაკი, რომ ეხა განმარტებლები წერენ, რომ რაღაცა მაშინ დაიწყეს ის აგურის და იმის მოზელა და ალიზით და იმით ესე როგორ აკეთებდნენ ამას ყველაფერს. ამიტომ ფიზიკურ საინჟინრო გარდა იმისა, რომ სულიერად ნამდვილად ეს იყო მათი სულიერების დაცემის შედეგი, მაგრამ ფიზიკურად აპირებდნენ ამ შენობის აშენებას და მე ავხსენი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უფრო ეთყობა მაინც გასაგები იყოს. ბაბილონის გოდოლი შენდებოდა იმისთვის, რომ ადამიანები ცოდვას არ აპირებდნენ, რომ შეშვებოდნენ. ანუ ცოდვაში ცხოვრებას აგრძელებდნენ და არც აპირებდნენ ამ ცოდვისთვის თავის დანებებას. რატომ ვიძახი ახლა ამას? ბაბილონის გოდოლის მშენებლობის იდეა გამოიწვია წარღვნამ. როდესაც მოხდა წარღვნა და ნახეს, რომ კიდობანში გადარჩა ნოე, ერთი მართალი ადამიანი თავის ოჯახთან ერთად, აქედან გამომდინარე ადამიანები, რომლებიც გამრავდნენ უკვე ნოეს შვილებზეა ლაპარაკი. გამრავლდნენ ეს ადამიანები და ცოდვა ისეთია ტკბილია მოგეხსენებათ და რაღაცნაირად თუ კი მიუშვა კაცმა, მოკლედ ეს ცოდვა ბატონობს მასზე. ამიტომაც ის კი არ თქვეს, რომ მოდი ცოდვას დავანებოთ თავი. ან ცოდვას, რომელსაც ვერ ვერევით, სინანულში მაინც ვიყოთ და ვთქვათ, რომ არა ბატონო, მეშლება, ცოდვილი ვარ, საცოდავი ვარ, ღმერთო, შენ შემეწი. არა, ამის მაგივრად მოიფიქრეს ესეთი რამე, ჩვენ ცოდვას თავს მაინც ვერ დავანებებთ. სინანული გამორიცხეს საერთოდ, იმიტომ რომ ეს ცოდვა უყვარდათ და უნდოდათ ამ ცოდვაში ცხოვრება და ყოფნა, ამიტომაც გადაწყვიტეს ახალი თავშესაფრის მშენებლობა, როგორიც იყო ნოეს კიდობანი. ოღონდ ნოეს კიდობანი აშენდა ღმერთის ლოცვა კურთხევით, რომ გადარჩენილიყო კაცობრიობა. და ბაბილონის გოდოლი შენდება ადამიანთა გონების შედეგად, რომ მათ ისეთივე თავშესაფარი გააკეთო, როგორც ჰქონდა ნოეს. რომ თუ კი კვლავ იქნება წარღვნა, ეს იყოს ისეთი შენობა, სადაც ისინი მაღლა ავლენ და დაემალებიან ამ წარღვნას და გადარჩებიან ამ წყალდიდობისგან. აი ეს არის იდეა ბაბილონის გოდოლის მშენებლობისა. რატომ გავიმეორე? ფიზიკურ საინჟინრო ნაგებობაც იყო, მაგრამ ფიზიკურ საინჟინრო ნაგებობის გამო კი არ დაასჯილან ეს ადამიანები. ფიზიკურ საინჟინრო ნაგებობა ბაბილონის გოდოლზე მაღალ შენობაში ახლად ვზივართ, მე მგონი ჩვენ. იმიტომ რომ ამაზე უფრო მაღალი შენობები აშენდა და ცათამბჯენებია აშენებული და ეს არ დაურღვევია ღმერთს ამის გამო. არამედ მისი იდეის გამო იყო. იდეა იყო უკვე ამ ბაბილონის გოდოლის შენებლობა ღმერთთან წინააღმდეგობაში მოსვლა. თუ კი ესენი ამას ააშენებდნენ, დამშვიდებულები იქნებოდნენ და დაწყნარებულები იტყოდნენ, რომ აი შეხედეთ ჩვენ ისეთი შენობა რაც გინდა აკეთეთ, დაიწყება წარღვნა, გავიქცევით, აგერ შევაფარებთ თავს და აი ბომბაუბეჟიში როგორ არის ქართულად? თავშესაფარ. ღმერთისგან თავდაცვით თავშესაფარს აშენებდნენ, რომ ღმერთისგან თავი დაეცვათ. სადა რომელ გოდოლში დაემალები და რომელ მიწისქვეშა თავშესაფარში? ხო, რანაირად უნდა დაეცვათ თავი, მაგრამ ეს ხო გეუბნებით, როდესაც ბნელდება ადამიანის გონება ცოდვით, და გახურებულია ცოდვით, არაფერი აღარ აინტერესებს. ერთი რაღაცა იმას დაისახავს და იტყვის, რომ ეს ახლა ესე უნდა გავაკეთო და აი ცდილობს, რომ ბოლომდე მიიყვანოს თავის საქმე და ავიწყდება, რომ ღმერთი ყველგან არის და იმ ბაბილონის გოდოლშიც ვერ დაიცავდნენ თავს, იმიტომ რომ სიკვდილმა შეიძლება სულ რო ოქროს იმაშია სასახლეში აცხოვრო კაცი, მაინც ვერ იცოცხლებს თუ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა იცოცხლოს ხვალ.
რამდენი მილიონიც გინდა კონდეს. რამდენი თვითმფრინავიც და ისიც გინდა კონდეს გემი კიდე რომ გინდა წყალდიდობასგან გაიქცეს და გინდა ჰაერში აი რა თუ კი გადაწყვეტილია მისი სულის გასვლა ვინ გააჩერებს სულს ვინ იტყვის რომ ახლა შემიძლია რომ არ მოუკვდე დღეს და ხვალ მოუკვდე და ზე. ამიტომ ესეთია ადამიანის დაბნელებული გონება. როდესაც ის იმას კი არ ცდილობს რომ რაც შევწოდე ეს მაპატი ეს თქვას. ან ვეცდები რომ აღარ შევწოდო და ამაზე ვიმუშაოს კი არა. აი მეცოდვას გავაგრძელებ, მაგრამ როგორ დავემალო მე ღმერთს. ის რომ მოგიყევით გახსოვს მარხვაში საჭმელს ჭამდა და ფარდებზე იმაზე ხატებზე ფარდა ქონდა გადაფარებული თითქოს ახლა იქიდან ვერ დაინა ან თითქოს ახლა ხატების უნდა გეშინოდეს მარხვას ძალიან სჭირდებათ ახლა წმინდანებს შენ მარხვას აქ ხორცს შეჭამთო იმას ბალახს ახლა ამაზე არიან ესე იგი მოჩიჩინებულები და თვალს არ გაშორებენ ერთი რო ესე იგი არ შეგეშალოს რაღაცა მენიუში მეტი საქმე არა აქვს რა ეს არის ადამიანის დაბნელებული გონება ისევე როგორც აქ რაც შეეხება ის რომ ენა ერთი იყო სამეთყველო ენა ერთი გახდა სამეთყველო ენა სასופველოში საერთოდ არ არსებობდა არ სჭირდებოდა ადამიანს ესეთი ხმოვანი ბგერითი მეტყველება ამისი დადასტურება მინდა გითხრათ იცით რა არის სიზმარი სხვათა შორის აი როდესაც ადამიანს სიზმარი ესიზმრება ამ სიზმარში მას ვიღაცა ელაპარაკება მაგრამ ეს არ არის ესეთი ჟღერადი ბგერები ხო არ არის მაგრამ შენ ეს ხმა ხო გესმის ხო საოცარი ამბავია რა სიზმარში ერთი ადამიანი მეორეს ელოდა შენ შეგიძლია მოყვე იმან რა გითხრა რა ხმაზე გითხრა ისიც შეგიძლია მოყვე გიყვიროდა გაბრაზებული იყო იცინოდა ეს ყველაფერი შეგიძლია მოყვე თუმცა კი რეალურად შენ ეს ხმა არ გესმოდა აი როგორც ეხლა ჩვენ ერთმანეთში მეტყველებთ როგორც ეხლა ჩემგან რაღაცა ჰაერის იმას არხევს რა ქვია და ბგერებად გამოიცემა და ესე მეტყველების ესეთი უნარი გვაქვს ჩვენ ესეთი უნარი არ სჭირდებოდათ სამოთხეში იმიტომ რომ აბსოლუტური განდობა იყო ღმერთის ნება ადამიანები ხვდებოდნენ და ადამიანების ნებას რა თქმა უნდა ღმერთი ყოველთვის ხვდება გულში რაუდებს კი არა და ხვალ რას იფიქრებს ისიც კი იცის უფალმა ამიტომაც ნახე მდგომარეობა ესეთია რომ სამეთყველო ენა მხოლოდ ცოდვის დაცემის შემდგომ გაჩნდა მაგრამ ენა ერთი იყო გულისხმობ იმას რომ ვთქვათ აი ახლა როგორც არის ქართული რუსული და ბერძნული და ინგლისური ესე ცალ-ცალკე არ იყო ეს მხოლოდ ამის შედეგად გაჩნდა როდესაც დაიყო ეს ხალხი რომ აირივნენ ერთმანეთში რომ არ აშენებულიყო მოკლედ ეს ბაბილონის გოდოლი კარგით ჩვენ დღეს ვკითხულობთ მე-14 და მე-15 თავს იმედია რომ ორივე თავი უნდა მოვასწროთ მე-13 თავი თუ კი გახსოვთ თქვენ იყო ლოთისა და აბრაამის გაყოფა აბრაამს და ლოთს ძმისშვილია მისი და ქონება საკმაოდ ბევრი აქვთ და მათ მწყემსებთ მოვიდათ ერთმანეთში კამათი მეორეოდე სიტყვით შეგახსენებთ გასულ თავს მწყემსებს მოვიდათ კამათი და ამიტომ აბრაამმა რო ნახა რომ ეხა თავის ძმისშვილთან ნამდვილად შვილი ვიტყავს ლოთი ნამდვილად მის შეიძლება ითქვას რომ მემკვიდრეთა თვლის იმიტომ რომ თვითონ აბრაამს შვილი არ აყავს და ლოთს თვლის მემკვიდრეთ მაგრამ რო ხედავს რომ ლოთს ცოტა მიდრეკილება აქვს გამდიდრებისკენ და მისთვის ამქვეყნიური ეს სიმდიდრე ძალიან მნიშვნელოვანია აბრაამი თვითონ საერთოდ არ ეძიებს ესეთ რაღაცას აბრაამი მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობაზე ფიქრობს და ეს კაცი ლოცველი კაცია და ჟულის ზედმიწევნით დამცველი კაცია თუმცა კი ჟული ესეთი წერილობითი ფორმით არ არის მაგრამ აი შინაგანად ამ ჟულს იცავს ეს ადამიანი და როცა ნახავს რომ ლოთს ესეთი მიდრეკილება აქვს ეტყვის მას რომ რო არ მოგვივიდეს ჩხუბი და კამათიო შენ თუ იტყვი რომ მარჯვნივ წადიო მეო მარცხნივ წავალო და შენ თუ იტყვიო რომ მარცხნივ წავალო მე მარჯვნივ რატომ მეუნება ესეთ რამეს ნახეთ აქაც აბრაამის უდიდესი თავმდაბლობა და სარწმუნოება ჩანს რომ არანაირად არ აინტერესებს მას გამდიდრება წესით აბრაამია უპირატესი აბრაამია უფროსი აბრაამა უნდა გადაწყვეტოს კარგი ასეა უნდა გავიყოთ მე მივდივარ მარჯვნივ შენ წადი მარცხნივ სრული უფლება აქვს აბრაამს ეს თქვას იმიტომ რომ მან ჩამოიყვანა ლოთი აქ სადაც არიან და მისგან აქვს ლოთს ის რაც აქვს ამიტომაც აბრაამის ეს ნახეთ სიყვარული თავმდაბლობა რაღაცა სარწმუნოება როგორია რომ არ აქვს მისთვის მნიშვნელობა ესე იგი
რომ იმაში იმით კი არ შეათვალიერა საერთოდ ნაყოფიერი მიწები, რაც ლოთმა გააკეთა. ლოთმა გაიხედა და აინახა, სადაც იყო ნაყოფიერი მიწები, იქეთ მეწავალო უთხრა და გაიო აბრაამმა უთხრა, მაშინ აქეთ მეწავალ. აბრაამი დარჩა შეიძლება ითქვას ხრიოკ უდაბნოში და ლოთი წავიდა იქ, სადაც არის კარგი მოსავლიანი მიწები და ბალახი ბიბინებს, ირწყვება მიწა, ეს სანატრელი ამბავია უდაბნოში, მოგეხსენებათ, სადაც მიწა ირწყვება. ესენი ხო ერთ ბანაკად ცხოვრობდნენ. ბანაკი უნდა გაყოფილიყო, ამაზეა ლაპარაკი შევმიხდი. აი როგორ იყო, ერთი ბანაკი ერთ ადგილას აქვს კაროეთ, მაგრამ უამრავი რო არის ეს საქონელი, ხო? იმას რო ძოვს ფართობი ხო დიდი სჭირდება. ამიტომ თუ კი გაიშლებიან, ჩათვალე რომ სუსტდება ეს ბანაკი. როდესაც დღეს თუ თქვა ერთად ვართ და რამე რო იყოს თავ მტერი რო დაგვესხას თავს 1000 მეომარი მყავს, ახლა თუ გავყოფ მე ამას 500 მჭირ, სუსტდება ჩემი ბანაკი, ბუნებრივია. მაგრამ ერთმანეთში თუ უთანხმოება გვაქვს, აი ეს უფრო ასუსტებს ბანაკს. ამიტომაც ეუბნება აბრაამი რომ შენი ბანაკი სხვაგან გადაიტანე და მე ჩემ ბანაკს რომ ერთმანეთთან შეხვედრა არ ქონდეთ ჩვენ წემსებს. რო დღეს ჩემ მე უნდა მოვაძოვო და ხვალ შენ ამ მიწებს. ამიტომ ეუბნება რომ მოგწონს ეგ ნაყოფიერი მიწები. კი ბატონო, იყავი მაგ ნაყოფიერი მიწები, მაგრამ ჩვენ ნახოთ უკვე ხა ლოთის მდგომარეობას. ხომ აირჩევს ამ აბრაამთან ყოფნის ნაცვლად, წარმოგიდგენიათ? ამ ღვთის კაცთან ყოფნის ნაცვლად აირჩევს ნაყოფიერ მიწებს და შედეგად რას მიიღებს? იცით, ყველაფერს დაკარგავს. აბსოლუტურად ყველაფერს დაკარგავს. იმიტომ რომ როცა წავიკითხავთ ჩვენ შემდეგ თავებს, მე გამოჩნდება რომ აბრაამი აღარაფერი ქონება აღარ აქვს, როცა გამოდის ის სოდომ გომორი რომ უნდა დაიცვას, სოდომის და გომორის მიმდებარე ტერიტორიაა ეს. როცა გამოდის იქედან, არაფერი ცოლ-შვილი მოყავს მარტო, მეტი არაფერი, აღარც საქონელი ყავს, აღარაფერი აღარ აქვს. მაგრამ ეს იმიტომ შეგახსენეთ, რომ ეხლა ჩვენ მე-14 თავში უნდა წავიკითხოთ აბრაამი მაინც როგორი მიუხედავად იმისა, რომ ლოთი არ მოიქცა სწორად და რაღაცნაირად აწყენინა შეიძლება ესე თქვა მამობილს, ბიძას, აბრაამი მაინც როგორი ადამიანია, როგორ იცავს მას და როგორ პატრონობს და უფრთხილდება მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ ცხოვრობენ და ცოტა ნაწყენი შეიძლება უნდა ყოფილიყო, მაგრამ არანაირი წყენა აბრაამს არ აქვს. ნახეთ როგორ იწყება მე-14 თავი. მოხდა ისე, რომ შინყარის მეფის ამრაფელის დროს არიოკმა, ელასარის მეფემ, ქედარლაღომერმა, ელამის მეფემ და თიდაყალმა, გოიების მეფემ ბრძოლა გაუმართეს ბერახს, სოდომის მეფეს, ბირშახს, გომორის მეფეს, შინაებს, ადმას მეფეს, შემებერს, ცებომოის მეფეს და ბადაყის, ანუ ცოღარის მეფეს. ეს სახელები ცოტა რთული სახელებია, თქვენ რომ არ შეგაშინო, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ აქ რომ სიტყვა არის და სახელებური პირველი სიტყვა ამრაფელი, ამ ამრაფელზე არსებობს ესეთი გარდამოცემა, რომ ეს იყო სწორედ ის ნებროთი, ეს ამრაფელი და ნებროთი ერთი და იგივეა, რომელიც ბაბილონის მშენებლობას ედგა სათავეში. ანუ ბაბილონის იმპერია მან ააშენა და პირველი იმპერატორი შეიძლება ასეთი იყოს, ტირანი ადამიანი, რომელსაც გამოექცა სწორედ აბრაამი, იმიტომ რომ ქალდეველთა ურიდან, ური რა არის, გითხარით მაშინ ცეცხლია, როდესაც ამაზე ვლაპარაკობდით, გამოიქცა აბრაამი გამოვიდა და ეს ამრაფელი, ანუ იგივე ნებროთი ერთ-ერთი გადამოცემით არსებობს, რომ არსებობს ესეთი გადამოცემა, რომ ეს სწორედ ეს პიროვნებაა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეხა დიდი იმპერია აქვს და რაღაცა გალაშქრება და გადაწყვიტა და ამ სოდომსა და გომორში, სადაც ნაყოფიერი მიწებია და სადაც შედარებით კარგად ცხოვრობს ადამიანები, გადაწყვიტა, რომ ესენი დალაშქროს. ამიტომაც შეუერთდებიან მას კიდე სხვადასხვა მეფეები, თუმცა კი არსებობს ასევე გარდამოცემა, რომ ეს არ არის ნებროთი და სხვა მეფეა, ეს არის ის მეფე, რომელმაც შექმნა პირველი კანონები. დაუწერა ხალხს რაღაცა კანონები და ეს იყო მათთვის ესე იგი კანონები, თუ სადაც სხვათა შორის გავს ძალიან ბევრ რაღაცაში, რომ კაცი არ უნდა მოკლა. ეგვიპტელებსაც აქვთ ესეთი კანონები, ამიტომ მოსე რომ სჯულს ღებულობს არ გეგონოთ რომ რაღაცა მთლად უცხო იყო ეს საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მათ უკვე იცოდნენ რომ ესეთი კანონები არსებობდა, მაგალითად რომ კაცი არ უნდა მოეკლათ, არ უნდა ემრუშათ და არ უნდა ეღალატათ რაღაც ადამიანებისთვის, დაახლოებით ესეთი კანონები უკვე არსებობდა, იმიტომ რომ ყველა ადამიანშია მიუხედავად ის წარმართია, მორწმუნეა თუ არა მორწმუნეა, ის რაღაცა ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც მას 60-ეული მეხსიერებიდან თან მოჰყვება. ეს არის მისი სინდისის ხმა და ზუსტად იცის რომ ეს აქციელი რაღაც არ არის კარგი. ის არ აქვს მნიშვნელობა რომელ მოძღვრებას ეკუთვნის, ყოველთვის
ხვდება და ეს სინდისხმა ეუბნება სინდისხმა მას კარნახობს რომ ეს საქციელი რაღაცა არ არის კარგი საქციელი. ნუ ამას მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა ეს ამრაფელი ან ნებროთი ან არ არის, მაგრამ რადგანაც არსებობდა ესეთი ცნობა გამახსენდა და გითხარი. ყველან ესენი შეიკრიბნენ სოდომის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა, მოგეხსენებათ სოდომის და გომორის ადგილას, ახლა მკვდარი ზღვა არის, იგივე მლაშე ზღვა. 12 წელიწადი ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს და მე-13 წელს აღუდგნენ. მე-14 წელს მოვიდა ქედორლაღომერი თავისი თანამდგომი მეფებით და ამოწყვიტა რეფაიმში, აშთორეთ კარნაიმში, ზუზიელები ჰამში და ემეელები შავე კირიათაიმში და ხორიელები სეყირის მთებში ელფარანამდე, უდაბნოს პირას რომ მდებარეობს. უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ მიშფათთან, აწინდელ კადეშთან და დაარბიეს ამალეკის მინდვრები და ამორეველნიც, ხაცონ თამარის მტვიდრნი. გამოვიდნენ, ეხლა აღწერა არის იმას, როგორ ლაშქრობენ, რომ იქ ირგვლივ ჩამოთვლილი, ამ სოდომისა და გომორის ირგვლივ ჩამოთვლილი ტომებზეა ლაპარაკი, რომ ესენი სულ ყველანი დაარბიეს. გამოვიდნენ სოდომის მეფე, გომორის მეფე, ადმას მეფე, ცებომოის მეფე, ბელაყის ანუ ცოღარის მეფე და ბრძოლა გაუმართეს სოდომის ველზე. ქედორლაღომერს, ელამის მეფეს, თითყალს, ცებოიმის მეფეს, ამრაფელს, აი ეს რომელიც გითხარით სავარაუდოდ ნებროთია, შინყარის მეფეს და არიოქს, ელასარის მეფეს, ხუთმა მეფემ 4 მეფეს. სოდომის ველზე უამრავი ფისისჭა იყო. ფისისჭა იცით რაც არის? აი კუპრი რო ესეთი პატარა ჭებია და თუხთუხებს ეს შავი მასა. და ჩვენთან იმაში რა ქვია, გურიაში კუპრს ეძახიან. ამას რაღაცა სამკურნალოდაც იყენებენ მოტეხილობებზეც ადებენ ხოლმე. ბატონო? ცხელი ტალახია, ხო, რაღაცა, მაგრამ თლად ტალახიც არ არის, როგორც თითქოს რაღაცა ნავთობიურევიაო, შიგნითო დაახლოებით ესეთია. ხო, ჩვენთან დასავლეთ საქართველოში არის მაგალითად ძალიან ბევრი, ჩემს სოფელში პირადად ძალიან ბევრი ესეთები, რომ აი გახსნილი ჭა არის ესეთი და ვერ მოიშორებ ხელიდან, ხელი რო ჩაყოში, ვეღარ მოიშორებ. ცხიმოვანია, ხო, ძალიან ცხიმიანი. სამკურნალო თვისებები აქვს, მე მახსოვს, რომ მოტეხილობებზე იყენებდნენ ამას. მაგრამ ჩვენთან ახლა ესეთი დიდი ჭები არ არის კაცი რო ჩავარა. ფეხი შეუძლება ჩაუვარდეს, მაგრამ არც ღრმა არ არის და არც ისეთი დიდი არ არის, რომ კაცი ჩავარდეს და ვეღარ ამოვიდეს იქედან, ეგეთი არ არის, მაგრამ აქ როგორც ჩანდა დიდი იყო და ნახეთ რები წერია. სიდიმის ველზე უამრავი ფისისჭა იყო. უკვე იქცნენ სოდომისა და გომორის მეფები და შიგ ჩაცვიდნენ და დანარჩენები მთებს შეეხიზნენ. ეხლა ძალიან საინტერესო ამბავია, რომ ჯერ თვითონ სოდომისა და გომორის მდგომარეობა ჩვენ ვიცით ვინც არიან. ესენი არიან კაცები, რომლებიც რაღაცას ქალობენ და ქალები, რომლებიც კაცობენ და ნუ რაღაც ვერ გაირკვევა. ყველაფერი აღრეული. როგორ შეიძლება ახლა ესეთმა ადამიანმა ომი დღეს თანამედროვე საზოგადოებაში რომ დაიწყებენ, რომ აი როგორ შეიძლება იყოს ეს სრულფასოვანი მოქალაქე? რას ნიშნავს სრულფასოვანი მოქალაქე? როდესაც შენს მოვალეობას ასრულებ. როდესაც შენი პროფესიით გიყვარს შენი პროფესია, გიყვარს შენი სამშობლო და პატიოსნად ამას ყველაფერს ემსახურებენ. ეხლა ვიღაცა გეტყვის, რომ ეს ყველაფერი კარგი, მაშინ რა შუაშია ზნეობა? როგორ არ არის ზნეობა შუაში? როგორ შეიძლება კაცი, რომელიც რაღაცა ქალის ტანისამოსით იმოსება, კაცი, რომელიც ამბობს, რომ მე კაცი კი არა, ქალი ვარ, იმან შეიძლება ომი მოიგოს? მტერი რო თავზე დაგესხმო. იმან შეიძლება საკუთარი ოჯახი დაიცვას? საკუთარი სამშობლო შეიძლება დაიცვას? აი შედეგი დაიცვა თუ არა? ძალიან დიდრები არიან, ძალიან კარგად არიან, ზნეობა არ გააჩნიათ, სამშობლოს ვერ დაიცავენ ესეთი ადამიანები. ამიტომაც აგებენ აი ამ ომს. და გარბიან და მთებს შეეხიზნებიან და უამრავი ამ ფისისჭაში ჩაცვიდებიან. ხელთ იგდეს სოდომისა და გომორის მთელი ქონება, მთელი მათოს სარჩო საბადებელი და წავიდნენ. ხელთ იგდეს მისი ქონებით ურთ ლოთიც. იმათ რა იციან ახლა ვინ არის, აგერ ნახეს რომ აგერ კაცი არის მშვენივრად დიდარი საქონელი ყავს სამი და მოკიდეს ამ ლოთს ხელი თავისი ქონებით და წაიყვანეს ტყვეთ. აბრაამის ძმისწული სოდომში რომ ცხოვრობდა და წავიდნენ. მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრაამ ებრაელს. მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეվել კაცს მამრეს ეკუთვნოდა, ეშქოლისა და ანერის ძმას. ესენი აბრაამის მოკავშირენი იყვნენ. ეს სახელები იმიტომ არის დასახელებული, რომ აბრაამი ეხლა ამ ხალხს დაიქირავებს და წაიყვანს საომრად. ამიტომაც დაასახელა, რომ მამრეს ეკუთვნოდა ეს ტერიტორია, მაგრამ ეშქოლისა და ანერის ძმა, ანუ ეს სამივე ძმა მთელი ჯარს შეკრებენ და ერთად წავლენ აბრაამთან საბრძოლველად.
მაგრამ მათი მიზანი მე გეტყვით ისე რაც არის. არ გეგონოთ რომ ესეთი პატრიოტები არიან და ეხლა აბრაამის გულისთვის თავის დადებას აპირებენ. ისინი პირდაპირ ამას ფიქრობენ. აბრაამი აქ შეკრებს 318 კაცს. ეს წერია ბიბლიაში ჩვენ ამაზე როცა მივალთ კიდე გეტყვით ერთხელ ამის შესახებ თუ რას ნიშნავს, მაგრამ წარმოიდგინეთ შეკრება 318 კაცი და გამოედევნება ჯარს, რომელსაც 5 მეფე ხელმძღვანელობს. 5 მეფე რო 4 მეფეს ებრძოდა, წარმოიდგინეთ, ეს 5 მეფე 318 კაცით უნდა დაამარცხოს ეხლა. ესენი ფიქრობენ, რომ ეს აბრაამი ეთყობა ცოტა ვერ არის, ამიტომ გავყვეთ, რა თქმა უნდა, ამას იქ ომში მოკლავენ. რომ მოbrundებით უკვე სარად ჩვენ დაგვრჩება და მისი ქონებაც, იმიტომ რომ სალა ძალიან მიმზიდველი ქალბატონი გახდა და ყველას უნდოდა რომ სარასთან გახსოვთ ეგვიპტეში რო ჩავიდა იქაც ამბავი იყო, მე კიდე წავიკითხავთ რომ კიდე ერთხელ განმეორდება უკვე აღარა ეგვიპტეში. ესეთი ისტორია. როდესაც შეიტყვა აბრაამმა რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტყვევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული 318 გამოცდილი კაცი და ზდია დანამდე. რას ნიშნავს თავის სახლში დაბადებული? სულიერად დაბადებული. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ აქ დაიბადნენ. ეს იმას ნიშნავს რომ აბრაამის ქადაგების შედეგად არიან ესენი დაბადებული. ანუ ერთი ღმერთის აღიარებით არიან ესენი დაბადებული. ანუ აბრაამმა მოაქცია, აბრაამს აქ თემი შექმნილი შეიძლება ახლა პირველ ქრისტიანებს ეკონდათ, რა პირველ ქრისტიანული თემი და ერთად აპირებდნენ ცხოვრებას. კი არა და ასეც გადიოდნენ რომ წარმართებთან ნაკლები შეხება ქონოდათ და რაღაცა თქვა სოფელი იქნებოდა თუ ქალაქი და თემი შეიქმნებოდა და ამ თემს ვიღაცა ყავდა წინამძღვარი, ვიღაცა იდეოლოგი ყავდა, ვინც მოიფიქრა რომ მოდი გავიდეთ და ცალკე ვიყოთ ჩვენთვის რომ არ გვინდა ახლა ამათ კერპთაყვანისმცემლობა სათო უყუროთ და იქ თქვა სოფლის მეურნეობა ქონდათ თუ რა ქონდათ, საერთო იყო და სიყვარული იყო და ერთად ცხოვრობდნენ და ერთად მოღვაწეობდნენ. სწორედ ესეთი გახლავთ აბრაამის თემი. აბრაამი ქადაგებდა ერთი ღმერთის შესახებ და ვინც მიიღო ეს სარწმუნოება ერთი ღმერთის სწავლება, ესენი არიან სწორედ აბრაამის სახლში დაბადებული ხალხი შეიძლება ისე ითქვას, რომელიც შეიძინა აბრაამმაო ჩვენ ერთ ადგილას ესეთ შეხვდა, რას ნიშნავს შეიძინა? ფული კი არ აქვს გადახდილი ამ ხალხში. თავისი ქადაგების შედეგად შეძენილი არიან ესე. 318 გამოცდილი კაცი, 318 ეს ციფრი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, იმიტომ რომ 318 წმინდა მამა იყო პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზეც. და ეს არ არის შემთხვევითი და რაღაცა ესე ღმერთისგან არის, რა თქმა უნდა, ყველაფერი, მაგრამ თვითონ ეს სიტყვა იშიფრება როგორც იესო ქრისტე. და ესენი ხო წარმართი მეფეები არიან. ესენი არიან წარმართები, გაუკუღმართებულია მათი ცხოვრება თუ ზნეობრივად თუ რელიგიურად, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც კერპთაყვანისმცემელია, ამაზე დიდი გონების დაბნელება საერთოდ რა შეიძლება იყოს. და სინათლე რამაც შეიძლება შემოიტანოს ამ გონების დაბნელებაში გახლავთ სწორედ იესო ქრისტე. ანუ ეს 318 ამ შემთხვევაში როგორც პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე სწორედ ესეთი მდგომარეობა იყო, რომ ქრისტეს მოუნდომეს რომ დაეკნინებინათ, რო ეთქვათ, რომ ის იყო დრო, როდესაც არ არსებობდა ქრისტე. არიოზის თვალებრივ სხვა კი არაფერი. არიოზი ამბობდა ამას, რომ იყო დრო, როდესაც ქრისტე არ იყო. ანუ დროში თუა შექმნილი, მაშინ ღმერთი როგორ გააქვს. ანუ უფრო იქეთკენ მიდიოდა ეს თემა, რომ კაცი განიღმრთო და არა ღმერთი განკაცდა. ხვდებით რაზეა ლაპარაკი? კაცი განიღმრთო და არა პირიქით და ჩვენ პირიქით ვამბობთ, რომ ღმერთი რომ განკაცდა, ეს არის მთელი დიდებულება. ეს არის მთელი საიდუმლო და ეს არის მთელი ჩვენი გამოხსნის დასაწყისი. ამიტომაც ეს 318 თქვათ იქ იმარჯვებს იმ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში იმარჯვებს იმაზე რომ ქრისტე გამოაცხადეს რომ არა ის კი არ არის აქვია დაქვემდებარებული მამაზე და მეორე პირი კი არ არის რიგითობის მიხედვით კი არ არის მეორე. თქვათ მამა ზედა სულიწმინდა რომ ამბობ ჩვენ ამას იერარქიულად ვასახელებთ, თორე ის იმას კი არ ნიშნავს რომ მამა პირველია და მერე ქრისტე იყო და მერე სულიწმინდა იყო. არა ეს დროში საერთოდ არ განიხილება. ამიტომ აქაც ეს 318 კაცი ებრძვის ვის იმ წარმართობას, იმ გონების სიბნელეს, რომელიც იქეთაც სიბნელე აღარ არსებობს უკვე. წარმოიდგინეთ როგორი ამბავია რომ ხისგან გამოთლილი რაღაცა ისა რა ქვია ფორმა შეიძლება თქო რომ ღმერთია და მას თაყვანისცემა დაუწყო და თქვათ იქ მიიტანო მსხვერპლი შესაწირად. საკუთარ შვილებსაც კი სწირავდნენ. ხო, ნუ ესეთი გაუგუღმართება, ესეთი გონების დაბნელება. თუმცა კი მინდა გითხრათ პატარა ისტორია, საიდან წარმოიშვა მაინც წარმართობა. აი როგორი იყო ეს დამოკიდებულება, რომ როგორ ახლა ადამიანი ესე გაიღვიძა ერთხელაც და გამოთალა რაღაცა ხბოდა თქვა, რომ ეს ან მზეს და თვარესო დაუწყო თაყვანისცემა. არა. სინამდვილეში ეს ამბავი არის ესე რომ
ადამიანური გონების მსჯელობის შედეგია ეს, დაცემული ადამიანის გონების მსჯელობის. და რა დაცემულობაზე მაქვს ახლა ლაპარაკი. აი შეხედეთ, მაგალითად, თუ გინდა რაღაცა დიდი თანამდებობის კაცი ნახო სადმე და შეხვდე და მას ელაპარაკო. შენ მასთან პირდაპირ მისასვლელი გზები არ გაქვს. ამიტომაც ეძებ ვის? ეძებ ისეთ ადამიანს, ვინც მასთან დაახლოებული პირია. ეს შეიძლება იყოს მისი მოადგილე. ეს შეიძლება იყოს მისი ნათესავი, ცოლის ძმა, ცოლის და, რა ვიცი, ქვისლი, სიმამრის სიდედრი, ხო მართალია. შეიძლება მძღოლი. მიხვიდა მძღოლს უთხრა, რომ აი რაღაცა აუცილებლად უნდა შემახვედრა აუცილებელი საქმე. დაახლოებით ასე წარმოიშვა წარმართობა. ისინი ფიქრობდნენ, რომ უმაღლესი ღმერთი, ისინი განა უარყოფდნენ, რომ უმაღლესი ღმერთი არსებობს. უმაღლესი ღმერთი არსებობს, ყველა წარმართი ამას აღიარებდა, მაგრამ იმ უმაღლესთან მისასვლელად ჩვენ გვჭირდება შუამავალი. ამიტომ თქვა, ჩემი შუამავალია მზე. ჩემი შუამავალია მთვარე. ვიღაცისთვის შუამავალი გახდა მერე ხბო. ანუ ნელ-ნელა წარმოიდგინეთ, როგორი რეგრესი ხდება. ზედამთვარე კიდე შეიძლება მაინც ახლა ახლოს ვერ მიდიხარ და ისევ წინავს მზე დღისით რო უყურებ, შეიძლება მართლა დაგიბნელდეს ასე გონება და თქვა რომ კი ეს გამიწევს შუამავლობას, როგორც სულიერი არსება, ისე მიიჩნიო, მაგრამ ეს ხბო კაცო, აგერ შენ თვალწინ რო დაიბადა, ძროხამ რომ დაბადა, როგორ შეიძლება ეს ხბო ეს იყოს ღმერთი? ამიტომაც ნახეთ, ეხლა დღევანდელ დღესაც რო არიან მზის თაყვანისმცემლები, ისინიც ამბობენ, რომ უმაღლესი ღმერთი არსებობს, მაგრამ მზეს ჩვენ მეუხებას ვთხოვთ იმის წინაშე. აი ჩვენთან მაგალითად ქრისტიანულ სამყაროში ესე არ არის. ჩვენ მეუხებას ხო ვთხოვთ წმინდანებს, მაგრამ წმინდანები კი არ გვაძლევენ მადლს. წმინდანები კი არ გვაძლევენ ჩვენ გამოხსნას. გამომხსნელი ყველა შემთხვევაში ქრისტე ღმერთია. ღმერთია მადლის მომნიჭებელიც, გამომხსნელიც და შენი ლოცვების შემსმენელიც. მაგრამ წმინდანს რომ მეუხებას თხოვ, ანუ ნამდვილი შუქის წყარო არის ღმერთი. და ამ შუქის გამტარი არის შენთან წმინდანი. მისი საშუალებით შეიძლება შენ რაღაცას ღებულობდე და მისი თქვა ცხოვრების წესს რომ გითხო რაღაცა უკეთესი ხდებოდა, ეს კიდე სხვა მომენტია, მაგრამ როდესაც ითხოვ იმ საფრთხო მადლს და არავითარ შემთხვევაში წმინდა ნიკოლოს არ ევედრები შენ და არც თქვა წმინდა გიორგის და არც სხვა წმინდანებს არ ეუბნები რომ შენ ხარ ჩემი გადამრჩენელი და შენ ესე იგი უნდა მომანიჭო საფრთხო მადლი და შენ უნდა არა ღმერთმა როგორ მთავრდება ტროპარი ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეცვალა ნებისმიერ წმინდანის დაიწყება თქვა დიდო მოწამეო გიორგი ან სიტყვის ღვთისამსახურთა თქვა იქ მოციქულთა სწორო დედო ბოლო ყველას ერთი აქვს ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალება სულთა ჩვენთაც იმიტომ რომ შეწყალება ღმერთისაა მაინც წმინდანები კი არ შეგიწყალებენ ან დაგჯიან შეწყალება ღმერთს ეკუთვნის ამიტომაც ნახეთ აბსოლუტური სიბნელე აქ ეს ამ წარმართმაზე მეფეებზე გამახსენდა ეს და ცოტა გადაუხვია შეიძლება თემიდან მაგრამ მაინც ესეც საწოდნელია უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თქვენც უნდა იცოდეთ რომ ეს მეფეები წარმართები არიან და ა ブラ ამი მათთან გამოდის 318 კაცით ეს გახლავთ სწორედ სიმბოლობა ქრისტეს გამარჯვება წარმართებზე და ჩვენ ამას მე-15 თავში წავიკითხავთ ოღონდ ცოტა სხვანაირი სახით როგორ დაინახავს ა ブラ ამი ამას საწინასწარმეტყველო სახით გაიყვანენ ღამით ის და მისი მორჩილი დაამარცხეს და ზდიეს ხობამდე დამასკოს მარცხნივ რო არის ნუ გამოეკიდნენ ახლა ა ブラ ამი და ეს მისი 318 ეს კაცი დაამარცხეს დაიბრუნა მთელი ქონება დაიბრუნა ლოთიც მისი ქონებით რო დედაწოლნიცა და ხალხიც ნუ ლოთზე ზრუნავს მართალი გითხრათ ახლა სოდომი და გომორი რო დაენგრიათ იმად და წაეღოთ ა ブラ ამი კი არ გაიგდებოდა ლოთის გამოხდება ეს ყველაფერი რომ ისიც მიშვილია და უნდა დაიცვას მან თავისიან მიეგება სოდომის მეფე ქედერლაღომერზე და მის თანამდგომ მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება ხოლო მელქისედეკმა აიხლა ჩდება ძალიან საინტერესო ერთი ამბავი ბიბლიაში რომელიც არის საიდუმლოებით მოცული ხოლო მელქისედეკმა სალემის მეფემ სალემი რა არის იცით იერუსალიმი გამოუტანა პური და ღვინო ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი ჩვენ ვამბობთ რომ ა ブラ ამია მხოლოდ იმ საზოგადოებაში მართალი კაცი მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე კიდევ ვიღაცა ყოფილა ამიტომაც არის ესეთი მეფეთა წიგნში მოთხრობილი ილია თესბიტელი როლოცულობს მარტო მე გადავრჩი ღმერთო არავინ აღარ დარჩაო მარტო მე გადავრჩი და ღმერთი ეუბნება არა რატო იძახი მაგას
არის კიდე აგერო აღარ მახსოვს ციფრი რამდენიმე 1000-თან კაცი რომელსაც მუხლი არ მოუდრეკიათ ბაალისთვის ანუ მისთვის რა ქვია კერპისთვის ანუ არ ლოცულობენ იმ კერპზე და ერთ ღმერთზე ლოცულობენ ამიტომაც როდესაც ადამიანს გონია რომ მარტო თვითონ ლოცულობს არ არის ეს არის ვიღაცა იმიტომ რომ აგერ წერია ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი აბა აბრაამი ვიღა იყო მაშინ აბრაამიც ესეთია უზენაესი ღმერთის წინასწარმეტყველია მაგრამ ეს უზენაესი ღმერთის მღვდელია მიეგება პურით და ღვინით ეს არის სიმბოლო ქრისტესი მინდა გითხრათ იმიტომ რომ მელქისედეკი მელქ არის მეფე და სალემი არის იერუსალემი იერუსალემის მეფეზეა ლაპარაკი და იერუსალემის მეფე ვინ არის იესო ქრისტე ამიტომ შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მასზე და მელქისედეკისა როდესაც წერია ფსალმუნში სწორედ ამას ითვალისწინებს რომ ის არის მღვდელი უკუნისამდე სხვეპლით შეწირულიც თვითონ არის შემწირველიც თვითონ არის მაგრამ ძალიან საინტერესო ცნობას ვხვდებით ეფრემ ასურთან ვინ იყო მელქისედეკი ეფრემ ასური ამბობს რომ ეს იყო სემი ნოეს შვილი რომელიც აქამდე ჯერ კიდევ ცოცხალია და ეს სემი გახლავთ სწორედ ის რომელიც აბრაამს გამოეგებება იმიტომ რომ ის წინასწარმეტყველია და მანაც იცის რომ არსებობს ესეთი პიროვნება აბრაამი რომელსაც ის პირველად შეხვდა აი ეს ამბები ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ეფრემ ასურს აქვს ისეთი ცნობები რომელსაც სხვაგან ვერსად ვერ წაიკითხავ მე არსად ვერ დავიჩემებ რომ ყველაფერი მაქვს წაკითხული მაგრამ არსად მსგავსი ცნობა არ შემხვედრია რომ ეს არის სემი ეფრემ ასური ამბობს რომ სემი და ჩემთვის ეს ძალიან მისაღები პასუხია იმიტომ რომ ეს მელქისედეკი სრულიად წარმოიდგინე სრულიად საიდუმლოებით მოცული პიროვნება რაღაცა ვინ იყო რატო გამოვიდა პურით და ღვინით რა მღვდელი იყო ვინ მისცა ეს მღვდლობა სრულიად გაუგებარი მაგრამ თუ კი ამას იტყვირო სემია ყველაფერი თავის ადგილას დგება იმიტომ რომ ის ნამდვილად მღვდელია ნოეს შვილია და ნოესგან აქვს გადმოცემა და იცის სხვეპლის შეწირვა და მამამთავარია თავისი ერისა და ოჯახისა ჩვენ მე რომ მოვიტანე გახსოვთ ისა რა ქვია ცხრილი იმ ცხრილის მიხედვით სემი ცოცხალი იმ ცხრილის მიხედვით აბრაამი ამას აქში სემი ცოცხალი ამიტომაც ეფრემ ასურის ეს ცნობა ამითით შეგვიძლია დავადასტუროთ იმ ცხრილით რომ რამდენი წელი მან იცოცხლა თქვათ აბრაამი ამ დროს რამდენი წლისა იყო ასე რომ ესეთი გახლავთ გამოუტანა პური და ღვინო აკურთხა აბრაამი ნახეთ აბრაამი აკურთხებს ყველას აქამდე ეხლა ნახეთ რა წერია აკურთხა აბრაამი და უთხრა კურთხეულ იყოს აბრაამი უზენაესი ღმერთის წინაშე ცისა და მიწის შემოქმედის კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი მაშინ მისცა მას აბრაამმა ნადავლის მეათედი აი რა საოცარი ისტორია ხედავთ აბრაამმა მიუხედავად იმისა რომ ჯული დაწერილი არ არის ის იცის რომ ეკლესიას ეკუთვნის თავისი შემოსავლის მეათედი ამიტომაც აბრაამი თავის მონაგების მეათედს უტოვებს ამ კაცს ანუ უზენაეს მღვდელს უტოვებს ამ თავის მონაგების მეათედს მისგან ღებულობს კურთხევას ეს აძლევს თავის მეათედს ეხლა ჩდება ეს კითხვა რომ აი როგორ უნდა ირჩინოს თავი ეკლესიამ როგორ უნდა ირჩინოს თავი მღვდელმა სინამდვილეში ესე არის ეკლესიისთვის ასე იყო ყოველთვის დაწესებული მე გეტყვით როდესაც აბრაამი გამოიყვანს ისრაელს ეგვიპტის ტყვეობიდან 12 ძმის შვილები ხო არიან 12 კაცზე ხო უნდა გადანაწილდეს მიწა უნდა დაიყოს თქვათ რომ აქ რუბენი აქ თქვათ სიმონი ლევი ასე შემდეგ იუდა და ჩამოვიდეს თქვათ დამთავრდეს ბენიამინით ხო მე-12 ძმა ბენიამინი 12-ზე კი არ გაიყოფა გაიყოფა 11-ზე და მე-12 ძმა რომელიც რიგითად მესამეა და მე-12-ეს პირობითად ვამბობ რიგითობის მიხედვით მესამეა ეს არის ლევი მისი შთამომავლები არიან სამღვდელოება გადანაწილებულები არიან ყველგან მათ ევალებათ ერთი რამ მღვდლობა უნდა გაუწიონ თავის ერს მაგრამ რას აკეთებს ერი ყველა თავისი მონაგების მეათედს ტოვებს ეკლესიაში და ამით ირჩენენ ეს ადამიანები თავს იმიტომ რომ მათ არ აქვს თავიანთი მიწა ამიტომაც თანამედროვე სამყაროშიც ნამდვილად ესე არის მე როგორც მღვდელს აი ჩემი საქმე ახლა მე რასაც ვაკეთებ
აი ჩემი საქმე, მღვდლის საქმე არის ეს. წირვა, რომელიც ახლა ჩვენ შევასრულეთ, ამოვედით და ღვთის სიტყვაზე ლაპარაკი. ეს ის გახლავთ ჩემი საქმე. ახლა უნდა გაჩნდეს მეორე შეკითხვა. ეს კი არის ჩემი საქმე, მაგრამ რა უნდა ჭამოს ჩემმა ცოლშვილმა? აი ჩემმა ცოლშვილმა უნდა ჭამოს ჩემი მრევლის მონაგების მიათედი. რატომ? იმიტომ რომ შენ ამ მიათედის შეწირვით წმენდ და აკურთხებ მთელ შენ შემოსავალს. ეს განსაკუთრებულად თანამედროვე სამყაროში ესეა, იმიტომ რომ შენი შემოსავალები, რომლებიც ბანკში ტრიალებს, ხელფასი გაქვს, მაგალითად და ბანკიდან იღებ ამ პენსია გაქვს თუნდაც. ბანკიდან იღებ ამ პენსიას. მაგრამ შენ სანამ ამას ბანკიდან აიღებ, შეიძლება ეს ფული ვიღაცას მაშინ აქვს რა ქვია ნარკობიზნესში დატრიალებული და ვიღაცას ყაჩაღობით და ვიღაცა, მაგრამ ბანკმა ხო არ იცის ესა, იქ შეიტანეს, შევიდა ეს ფული და ტრიალებს აქედან აღებული, შენ მოგეცი იქედან გამოვებში, იმას მივეცი და ესეა ხო გადანაწილებული საბანკო საქმის ახსნას არ დავიწყებ ახლა. ამიტომ შენ შეიძლება ფული გაქვს ისეთი აღებული, რომელიც რაღაცა უბედურება დატრიალდა და ვიღაცა მიშოვა და ამ ფულით იღებ მოკლედ ამ ასე ქვია შემოსავალს. მაგრამ თუ კი შენი შემოსავლის მიათედი მიგაქვს ეკლესიაში, იცოდე რომ იწმინდება და იკურთხება მთელი შენი დანარჩენი შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ შენ პატიოსნად იშრომე და არაფერი არ მოგიპარავს, მაინც კურთხევა სჭირდება ამას ყოველივეს და ამიტომაც ეს არის დადგენილი წესი. ა ブラ ამი ამ წესს მიუხედავად იმისა, რომ ჯულში ჯერ დაწერილი ეს არ არის, ასრულებს ეს ადამიანი ამ ყოველივეს, რომ მიათედი შესწირა უზენაეს მღვდელს. უთხრა სოდომის მეფემ ა ブラ ამს, მომეცი ხალხი და ქონება შენთვის დაიტოვე. ანუ ეს სოდომის მეფე, რომელიც გაქცეულები იყვნენ და მთაში ეხიზნენ რო წერია, ობრუნდნენ ახლა და ხედავენ რომ ა ブラ დააბრუნა ეს ყველაფერი, მოიგო ეს ომი. და ეუბნება რომ ჩემი ხალხი მე დამიბრუნეო და რაც წართ ვიმათ, ანუ გაძარცული ხო ქონდათ ეს ორი ქალაქი. რაც წართ ვიმათ მთელი ქონება შენი იყოს. აი ახლა ვნახოთ ა ブラ ამის პასუხი. უთხრა სოდომის მეფეს ა ブラ უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს. თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქედან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებო, მე გავამდიდრეო ა ブラ ნახეთ, ა ブラ ერთი ძაფი და ფეხსაცმლის თასმასაც არ აიღებს, იმიტომ რომ იცის, რომ ეს ცოდვილი ხალხის არის. ამიტომაც ეს შეკითხვა ძალიან აქტუალურია დღევანდელ დღეს, რომ შეიძლება თუ არა, მაგალითად ვიღაცამ გაძარცვა ქალაქი უკაცრავად, ვიღაცამ გაძარცვა პენსიონერები, ვიღაცამ გაძარცვა ბანკი და მოვიდეს და ტაძრის აშენება უნდადეს და შენ ამაზე თანო კი ავაშენოთ აქ ტაძარი. ჯერ ერთი მასრაში სჭირდება ამ ტაძრის აშენება, რომ ამ ტაძრის აშენებით გამოისყიდეს ახლა იმდენი ხალხის ტირილს და ვაებას და შიმშილს, ვინც მან გაძარცვა, რა თქმა უნდა არა. ამიტომაც პირადად შენ თუ გადაწყვეტს რომ რაღაცნაირად ეს თანხა შენც თავი უნდა შეიკავო ამ ყველაფრის. იმიტომ რომ ცოდვით ნაშოვნი ფული არ შეიძლება, აი ა ブラ ესეთი პიროვნებაა. ამიტომაც არის ა ブラ გამორჩეული. ა ブラ მიუხედავად იმისა, რომ თანახმა ღმერთმა უთხრა, გავიდე ისეთ ხრიოკ უდაბნოში, არაფერი რო არ არის, მაგრამ დიდრდება კაცი, წარმოგიდგენიათ? ამიტომაც ა ブラ იმდენად მორწმუნე, რა არის მაინც ა ブラ რწმენა? რწმენა ეშმაკსაცაა. ღმერთი რომ ასებობს, ეშმაკმაც იცის. აქ რწმენაზე უფრო მეტი დაჯერება. ღმერთი რასაც ეუბნება, ანუ იმ ჯულს, იმ კანონს ერთი წამითაც არ ოხებს. და თვითონ როგორ არჩევანს აკეთებს, აქ ღმერთს კი არ ეკითხება ახლა, ავიღო, არ ავიღო. მაშინვე პასუხობს. არაფერი ძაფიც კი არ მინდა შენი. კაცი, რომელიც მამათმავლობაშია ჩაფლული მისი ქალაქი, მე იმის ძაფსაც კი არ ავიღებ. ეს არის ა ブラ პასუხი. ასეთი უნდა იყოს თანამედროვე სუფთა ადამიანი. ამაზე როგორ უპასუხებს ღმერთი, ჩვენ წავიკითხავთ მე-15 თავში. ნახეთ, თუ ძაფიან ფეხსაცმლის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. გარდა იმისა, რაც შეჭამეს მსახურებმა, რო გითხარით მამრე და ის ორი ძმა კიდე, რაც ჩემთან წამოსულებს ერგოც, ანუ რო იყვნენ ახლა იქ ერთი დღე ხო არ იყვნენ, სანამ იმას მისდევდნენ და დაეწივნენ და მერე კიდე იქ ომი მოუგეს იმათ ანერმა ეშქოლმა და მამრემ წაიღო თავთავიანთი წილიო. ანუ ამ სამ ძმაზე ამბობს, რომ ესენი ახლა წარმართები არიან, როგორც ის მეფეები რა. ამიტომ ამათმა აიღონ ეს წილი, რაც მათ ეკუთვნით, მაგრამ მე პირადად შენგან არაფერს არ ავიღებ. ერთ ძაფსაც კი არ ავიღებ. ეს გახლავთ მე-14 თავის დასასრული. ეხლა ვნახოთ მე-15 თავი როგორ იწყება. ამ ამბების შემდეგ
უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრაამს. ნუ გეშინია აბრაამ. ნახეთ, ეს არის პირველი პასუხი აბრაამის მოქმედებაზე, როდესაც ამბობს. თუ ძაფიან ფეხსაცმელი ავიღო, ფეხსაცმლის თასმა ავიღო. ნახეთ, ის ხო ეუბნება, რომ ყველაფერი ქონება შენთვის და უზენაეს ღმერთს ფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს. იცით რატო ამბობს ეს ცისა და მიწის შემოქმედს? იმიტომ რომ ისინი ამბობდნენ, რომ ცაში სხვა ღმერთია და მიწაში სხვა ღმერთიაო. ეს ეუბნება, რომ ერთია ღმერთი, ცისა და მიწის შემოქმედი, მას ფიცავ, თუ ძაფიან ფეხსაცმლის თასმა ავიღო. აქ ნახეთ როგორ იწყება, გამოეცხადა ღმერთი ეუბნება. ნუ გეშინია აბრაამ, მე ვარ ფარი შენი, დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო. ანუ შენ იმათი ძაფით გეკუთვნოდა, იმიტომ რომ ომი შენ მოიგე, მაგრამ რადგანაც სოდვილის არაფერი არ გინდა, უფრო დიდი იქნება შენი ჯილდო. აი ეს გახლავთ, ეს არის აბრაამის საოცარია. აბრაამის ცხოვრება არის საოცარი რა. მას რომ წამოეღო ეს ყველაფერი, ნამდვილად ეკუთვნოდა და ვერავინ არაფერს ვერ მოსთხოვდა. სინდისის წინაშეც მართალი იქნებოდა, იმიტომ რომ მან მოიგო ეს ომი. და მის 318 კაცს ეკუთვნოდა, ეს უნდა გაენაწილებინა ის ნაალაფარი, იმიტომ რომ ომს ვინც იგებს, იმ მოგებულისაა ის ნაალაფარი, ყველაფერი ხო მართალია? ანუ აბრაამიც არ იქნებოდა მტყვანი, მაგრამ რადგანაც იცის რომ ესენი ცოდვილი ადამიანები არიან, არაფერს იქ ხელს არ კიდევს. ნახეთ, მე ვარ ფარი შენი. რა შეიძლება ამაზე დიდი ნუგეში იყოს ახლა ღმერთი რო შენი ფარი? ფარი რას ნიშნავს? დამცველი. ღმერთი თუ გიცავს, ვისი შეიძლება გეშინოდეს? უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდეს. ფსალმუნი იწყება 26-ზე. უფალი შესავედრებელ არის ცხოვრებისა ჩემისა ვისგან შევძრწում. თუ შენ ღმერთი გიცავს, შენ წინააღმდეგ ვინც გინდა ის იყოს. რა პრობლემა? არავითარ. მაგრამ ნახეთ რას ეუბნება აბრაამი. უთხრა აბრაამმა, უფალო ღმერთო, რა უნდა მიბოძო? უშვილოდ გადავდივარ, ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელიაზარიაო. რას ნიშნავს აბრაამის ეს სიტყვები? იცით რომ აბრაამს ქონება საერთოდ არ აინტერესებს. აბრაამი არის ღმერთთან აი როგორ განდობილი ადამიანია რა და აბსოლუტურად ღმერთზე მოფიქრალი კაცი. ამიტომაც ის ფიქრობს რომ მას შთაომავლობა უნდა გაუჩნდეს, რადგანაც იცის რომ ამ შთაომავლობაში მხსნელი უნდა დაიბადოს. მხსნელის მოლოდინშია. ჩვენ ქრისტიანებს არ გვაქვს ეს განცდა. მეორედ მოსვლაზე ვლაპარაკობთ ისე შორს თითქოს ჩვენ დროს კაცო, რა მნიშვნელობა აქვს როდის მოხდება? შენ ამისი განცდა უნდა გქონდეს რომ ქრისტე მეორედ მოვა. აი აბრაამს რაც აქვს. აბრაამს ძალიან უნდა რომ მხსნელი განხორციელდეს. უნდა დაიბადოს იცის. ქალის თესლისაგან, როგორც ეს ადამს მიეცა, კურთხევათ რომ ქალის თესლისაგან დაიბადება, რომელიც ამ გვესლს თავს გაუჭეჭყავს. და ამის მოლოდინშია და ამიტომ მეუბნება რომ უფალო ღმერთო რა უნდა მიბოძო? იქ ძაფი და ის რო არ წამოიღო და ოქრო რო არ წამოიღო, ეკი არ აინტერესებს. რა უნდა მიბოძო? უშვილოდ გადავდივარო და ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელიაზარიაო. რატო ეუბნება ამას, იცით? იმიტომ რომ ლოთის იმედი არ აქვს. თავისი ძმისშვილი და მემკვიდრე წესით ხო ლოთი უნდა და თუ უშვილოდ რჩება, მაშინ ლოთს უნდა ეკუთვნოდეს ყველაფერი. მაგრამ ლოთი როგორც სულიერი ლიდერი ამ ადამიანებისა ვერ იქნება. იმიტომ რომ მას ცოტა ამ ქვეყნიური ამბები აწყებდა. დამასკოელი ელიაზარი, რომელიც მისი ესე იგი გაზრდილია სულიერი თვალსაზრისით, მასზე ფიქრობს რომ მას გადააბარებს ის სულიერ წინამძღვრობას. დამასკოელი ელიაზარზე ფიქრობს. რატომ არის ეს დამასკოელი ელიაზარი აქ მოხსენიებული ესე რომ დამასკოელად? ორი ვერსია რო ერთი მართლა დამასკოდან იყო, მეორე ვერსია არის რომ დამასკოში ქადაგებდა ერთი ღმერთის სარწმუნოებას. აბრაამმა რაღაცა მისიონერივით გაგზავნა და დამასკოში იქადაგა ამ ადამიანს. და იქ კიდე მან ძალიან ბევრი ხალხი შეიძინა ამ ერთი ღმერთის ქადაგებით და ამიტომაც დამასკოელი ელიაზარი აბრაამის მარჯვენა ხელია შეიძლება ითქვას და მისი მეურნეობის წარმმართველიც არის გარდა იმისა რომ სულიერი პიროვნება. კვლავ უთხრა აბრაამმა, გამოცხადება აქვს აბრაამს მოკლედ რა, რომელიც სხვათა შორის გრძელდება ძალიან დიდხანს. კვლავ უთხრა აბრაამმა, შთამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის და აჰა ჩემს სახლში შობილი ყმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ. ელიაზარზე ამბობს. შობილი ყრმა ნიშნავს სულიერად შობილს. კვლავ გამოეცხადა უფლის სიტყვა. არ იქნება იგი შენი მემკვიდრე, ხოლო შენი წიაღიდან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე. ანუ უფალი ეუბნება რომ არა, ელიაზარი არა, შენი შვილი იქნება. აბრაამი ამ დროს 99 წლისაა, არ დაგავიწყდეთ ხალხო რა. 99 წლისაა და აბსოლუტურად იმედი აქვს დაკარგული რომ მას შვილი აღარ ეყოლება.
უბრალოდ ფიქრობს ეხლა რომ სულიერად ლოთი ამ თანამდებობის ღირსი არ არის, ალბათ უფრო ელიაზარი, იმიტომ რომ მას მეტი მონდომება აქვს, მეტი სიყვარული აქვს, მეტი თქვათ სარწმუნოება აქვს. გარეთ გაიყვანა, ეს გამოცხადება გრძელდება კვლავ. გარეთ გაიყვანა და უთხრა: "ახედეთსას და დაითვალე ვარსკვლავები. თუ შეგიძლია მათი დათვლა." მერე უთხრა: "ამდენი იქნება შენი შთამომავლობა." აბა ეხლა მე ვიკითხავ ასეთ ამბავს, რომ აბრაამი ებრაელების მამა არის, მათი შთამომავლები არიან ებრაელები, მაგრამ ამდენი არიან ებრაელები, როგორც ის ვარსკვლავები არ არიან. ასეთი რაოდენობა არ არის. აქ ლაბარაკია შთამომავლობა მორწმუნე ადამიანებზე. აბრაამი თქვათ მუსულმანური სამყაროს მამაც არის არაბებისაც. მე თავისი აგარის შვილიდან, რომელიც მას სარას მხედრისგან შეეძინება, მაგრამ აქ არის ლაბარაკი მორწმუნეებზე, მორწმუნე ერზე, იმიტომ რომ აბრაამი მამად იგულისხმება მორწმუნე საზოგადოებისთვის, ვინცაც წამს იესო ქრისტეს ღმერთობა, როგორც ამას პავლე მოციქული ბრძანებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. და სახარებაში წერია გახსოვთ ამ ქვებისგან შეუძლია ღმერთო აბრაამსო შთამომავლობა აღუდგინოს. ანუ სისხლის მიერ შთამომავლობას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ სარწმუნოების მიერ შთამომავლობას. მერე უთხრა: "ამდენი იქნება შენი შთამომავლობა." ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიძველეში ჩაუთვალა ეს. აი ამ მოხს იმეორებს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ რწმენა აბრაამს ღვთისა და სიძველეში ჩაუთვალა ეს ნიშნავს იმას, რომ ცოდვების მიტევება მიიღო. რას ნიშნავს ეს სიტყვები? რწმენა აბრაამს ღმერთს. ერთია რომ აქამდე არ წამდა ღმერთის. რუსულად ძალიან კარგად გამოითქმის ეს ამბავი, ვერა და დავერია. ხვდებით? ერთია რომ წამს და მეორეა რომ დავერია იქნება ალბათ მინდობა. ანუ ერთია რწმენა, რომ მე მჯერა რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ მეორეა მინდობა, რომ მე მინდობილი ვარ ღმერთზე, რასაც მეუბნება ზუსტად იმისი მჯერა და იმას ვასრულებ. ეს მინდობა გახლავთ სწორედ ცოდვათა მიტევების დასაწყისი, სხვა კი არაფერი. განა ის რომ ადამიანი კვლავ ცოდვას აღარ ჩაიდენს. რატომ ლოცულობს ადამიანი? იმიტომ რომ ფარად ყავდეს ღმერთი ცოდვასა და მას შორის. თორე სანამ რაღაცას ლოცვაში ითხოვ ღმერთმა, იქამდე იცის შენ რის თხოვნასაც აპირებ. მაგრამ რომ ცოდვაში ფარად აგეფაროს, სწორედ ამიტომ ლოცულობ ადამიანი. ამიტომაც ლოცულობ, რომ ეს მინდობა მოიპოვო, რომ მარტო ისე კი არ გადაწყვეტა, ხა ასე ვფიქრობ, ასე ვიზავ და ისე ვფიქრობ. არა, ნეტარა არის კაცი, რომელიც დღედაღამ გამოეძიებს ჟულსა უფლისასა. რას ნიშნავს ჯულის გამოძიება? რომ დღედაღამ გაინტერესებს რა არის ღვთის ნება, რომ იყო მინდობილი ამ ღვთის ნებაზე. თორე ღმერთის არსებობისა ეშმაკსაც წამს და ადამიანზე უფრო მეტად. ადამიანს ხანდახან შეიძლება ეჭვი შეეპაროს, ნეტა მართლა არსებობს თუ არაო და ეშმაკს ეჭვი არასდროს არ შეეპარება, იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ ღმერთი არსებობს. მაგრამ რა არა აქვს? მინდობა, ანუ დაჯერება. არ უჯერებს, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. და ვის ემსგავსება ადამიანი, რომელიც ღმერთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს? რა თქმა უნდა ეშმაკს. ამიტომაც რწმენის გარდა ჩვენ გვჭირდება დაჯერება, ანუ მინდობა, რასაც ღმერთი იმსახურებს. უთხრა: "მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა." უთხრა აბრაამმა: "უფალო ღმერთო, როგორ მიხვდე რომ დავემკვიდრებ?" ეხლა ამას ეკითხება რატომ, იცით რომ იქედან რომ გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, ჯერ ვარსკვლავები აჩვენა და ნახეთ ვარსკვლავებს ესე ცალკე აჩვენებს. აჩვენებს ამ ვარსკვლავებში იმ ნათობ მორწმუნე საზოგადოებას ხედავს, რა თქმა უნდა, აბრაამი, რომელიც მის შთამომავლობაში სულიერ შთამომავლობა, იმიტომ რომ დამასკოელი ელიაზარი მისი შვილი კი არა, მაგრამ სარწმუნოების შვილია. და ასეთი სარწმუნოების შვილებს ხედავს, რომ ასეთი სიმრავლე იქნება მისი სარწმუნოების შვილობისა. უთხრა აბრაამმა: "უფალო ღმერთო, როგორ მიხვდე რომ დავემკვიდრებ?" უთხრა: "მომიყვანე 3 წლის ხბო, 3 წლის თხა, 3 წლის ცხვარი, გვრიტი და მტრედის ხუნდი. აიღო ეს ყველაფერი, შუაზე დახლიჩა და ერთმანეთს მიუწყო ნახლეჩები, ოღონდ ფრინველები არ დაუხლიჩავს." რას ნიშნავს ახლა ეს? სიმბოლურია ძალიან. ხბოც, თხაც და ცხვარიც წარმართულ სამყაროს მოასწავებს. გვრიტი არ მოასწავებს წარმართულ სამყაროს, იმიტომ რომ ეს ფსალმუნებში ჩვენ ესე გვხვდება, რომ იმაში ქებათაშია, რომ ისრაელს მიმართავს, რომ შენ ხარ ჩემი გვრიტი,
რაღაც ესე ეფერება საკუთარ შვილს, ღმერთი ამ შემთხვევაში ისრაელს. ამიტომაც ეს გახლეჩა, როცა ის არ გაიხლიჩა ფრინველი და გაიხლიჩა მხოლოდ ეს ცხოველები, ნიშნავს იმას, რომ ეს წარმართული სამყაროა, სხვადასხვა წარმართულ სამყაროს სიმბოლოდ გულისხმობენ ამაში. ერთში რაღაცა ბაბილონს გულისხმობენ, მეორეში ალექსანდრე მაკედონელს გულისხმობენ, მამები სხვადასხვანაირად განმარტავენ ამას. მათი გახლეჩვა მოასწავებს იმას, რომ მათ სარწმუნოებას, ანუ მათ ამ ცრუ სარწმუნოებას, სწორედ ასეთი გახლეჩვა უწერია ქრისტეს სარწმუნოების შედეგად, ქრისტეს განკაცების შედეგად და ფრინველები არ დაუხლიჩავს, დააცხრენ სვავები მძორებს, მაგრამ მოუგერია ისინი აბრაამმა. ანუ დღის განმავლობაში ხდება ეს ყველაფერი და რო დაინახეს ახლა რომ ეს დახლეჩილი ცხოველი იქ რაღაცა სისხლი დაიღურა, ისინი ხო სუნზე მოდიან და სვავები, რომელიც მოუგერია, ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეს სარწმუნოება, რომელმაც გახლიჩა შუაზე ეს წარმართული სამყარო, მაგრამ მაინც თავს ესხმიან მას ეშმაკები, ამ შემთხვევაში წინასწარმეტყველი მას კვლავ უგერიებს, რომ ამ სარწმუნოებას რაღაცა ვინმე მზიანი არ მიაყენოს. მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრაამს და აჰა დიდმა შიშმა და წყვილადმა მოიწვა. ანუ მთელი დღე გრძელდება ეს გამოცხადება. ღმერთთან ეს გამოცხადება არის მთელი დღის განმავლობაში, იმიტომ რომ მზის ჩასვლისას კიდევ ძილქუში დაეცა აბრაამს. დიდმა შიშმა და წყვილადმა მოიწვა. უთხრა უფალმა აბრაამს, იცოდე, გმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში, დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ 400 წელს. ანუ აბსოლუტურად ყველაფერს უცხადებს, ღმერთი აღარ უმალავს, რადგანაც ასეთი მინდობა აქვს აბრაამს ღმერთისა. ყველაფერს უცხადებს, აღარაფერს აღარ უმალავს, ზუსტად ხედავს ის თავისი ერის მდგომარეობას. ზუსტად ხედავს ეგვიპტეში როგორ იქნებიან ტყვეო. 400 წელი გამოდის ისააკის დაბადებიდან, თუ გადავითვლით, 400 წელი გამოდის ზუსტად მათი ტყვეო. ისააკი თვითონ არ წასულა იქ ტყვეთ. ეგვიპტეში არ ყოფილა, მაგრამ ისააკის დაბადებიდან 400 წელიწადში მოხდა მათი გამოხსნა. მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში აბრაამს ისააკი შეეძინება და ფაქტიურად გამოდის, რომ ამ გამოცხადებიდან მალე აბრაამი ისააკს შობს და აქედან ათვლილი 400 წელიწადში მერე იმათი გამოხსნა მოხდება. იმ ხალხს კი, ვისი მორჩენლით შეიქნებიან მე განვსჯი, ანუ რაც დაემართება ეგვიპტეს თქვენ გახსოვთ, შემდგომ ამისა დიდძალ ქონებით გამოვლენ უკან. მართლაც ებრაელებმა გაძარცვეს მთელი ეგვიპტე და ისე გამოვიდნენ უკან. შენ კი მშვიდობით მიუხვალ შენს მამა პაპას, ტკბილ სიბერეს მიწევნული დაემარხებ. ეს სიტყვები ძალიან სანუგეშოა აბრაამისთვის, იმიტომ რომ აბრაამის მამა თვითონ წარმართი იყო. ამიტომაც არ იცოდა აბრაამმა რა მოხდა მამამისთან დაკავშირებით და შენ მშვიდობით მიუხვალ შენს მამა პაპას, ეს სიტყვები უფლისაგან მოსმენილი აბრაამისთვის არის ნუგეში, რომ სიკვდილის წინ მოინანია აბრაამის მამამ, ამიტომაც აბრაამს ეუბნება, რომ შენ შენს მამა პაპასთან წახვალ, ესე იგი, მან მოინანია და ისიც ღმერთის შვილია ამ შემთხვევაში. მხოლოდ მეოთხე თაობაში მობრუნდებიან აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული. ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, საწოდნელია. რას ნიშნავს? აქეთ დაბრუნდებიან მაშინო, ესე იგი, შენი შთამომავლობა ამ ქვეყანაში აღთქმული მიწა, რომელიც აღგითქვი, ხო ეს გადასახლდებიან, ტყვეობაში ხო იქნებიან და მაშინ დაბრუნდებიან, როდესაც აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ არ აივსება მათი უკეთურობით რაღაცა გარკვეული სიტყვაზე ვიძახი ჭურჭელი, იქამდე ღმერთი ამ ხალხს არ გაანადგურებს. იქამდე ღმერთი ამ ხალხს არ შეეხება, აი როგორც ნოეს დროს 100 წელი გავიდა და ნოე კიდობანს აშენებს. 3 თვეში დაამთავრებდა იმ კიდობას. 3 წელში ხო დაამთავრებდა. 30 თქვი. 100 წელი რატო აშენებდა? იმიტომ რომ ელოდება ღმერთი. ადამიანს ყოველთვის ელოდება. ეს ჩვენთვის არის ვიღაცა რო გონია ჩვენ რჩეულები ვართ, კარგები ვართ და ვიღაცა ცოდვილი. არა, ღმერთისთვის ყველა შვილი ერთ ოჯახში როგორც ხდება, მამას რო 10 შვილი ყავდეს. ვიღაცა ცუდად იქცევა და ვიღაცა კარგად. ვიღაცასთან შეიძლება უფრო მეგობრული ურთიერთობა აქვს და ვიღაცასთან ცოტა ისეთი დაძაბული ურთიერთობა აქვს, მაგრამ მამა მაინც ამ ოჯახისა. რომელ შვილზე იტყვის, გაიყვანეთ თავი მოჭერით. რომელ შვილს გაიმეტებს საამისოდ? რა იქნება მისი მცდელობა ყოველთვის, რომ ელოდება, ბოლომდე ელოდება, რომ ებიჭო იქნება ახლა რაღაცა უკეთესობისკენ ნაბიჯი გადადგა და ეხა რაღაცა შეიგნო, საკუთარი მაგალითით, ხან დასჯით, ხან მოფერებით, ხან სახლიდან გაგდებით, ხან 1000 საშუალებით, მაგრამ ელოდება ბოლომდე, სანამ არ აივსება უკეთურებათა საწყაული.
რას ნიშნავს უკეთურებათა საწყავლი? რომ ისეთი გაუკუღმართება იქნება მათი, როდესაც უკვე შანსი აღარ არსებობს იმისა, რომ ამ ადამიანებმა, ესე იგი, რაღაცა ზნეობის შესახებ ან რაღაცა ზნეობას ვიღა გულისხმობს, ზოგადად ადამიანურ სახეს კარგავენ. სხვათა შორის ესეც მეორედ მოსლის წინა სახეა. უკეთურებათა საწყავლი აივსება და ამ დროს იქნება მეორედ მოსლი. მზე რომ ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა აკვამლებული თონე და ცეცხლის ალმა გაიარა ნახლეჩებს შორის. რას ნიშნავს აკვამლებული თონე და ცეცხლის ალმა? ნახლეჩებს შორის გაიარა. ეს ერთ-ერთი სიმბოლოა, რომ ქრისტეა თვითონ სულიწმინდის ცეცხლი, რომელიც გარდამოევლინება სამყაროს გახსოვთ, სულთმოფენობაზე ყოველთვის ცეცხლის ენები იხატება, იქ რომ მოციქულებზე ცეცხლის ენები. ანუ ამ სულიწმინდის გარდამოსვლასაც წინას ამავდროულად ის ძალიან ბევრინაირი ახსნა აქვს ამას. ერთ-ერთი განმარტებით, იცით, ისიც კი წერია, რომ აბრაამმა ისიც კი დაინახაო, მეორე მსოფლიო ომშიო, როგორ წვავდნენო იმეებში ებრაელებსო თავის თავმავლობას. ანუ ერთ-ერთ თანამედროვე მამას ესეთი რამეც კი უწერია, რომ აბრაამმა ესეც კი იხილა აქ, როდესაც ცეცხლმა გაიარა ამ სხვერპლს შორის, თუ რა ტანჯვა მოელის მის თავმავლობას, იქ თქვა პირდაპირ ანა თქვა მე 400 წელი რომ მასში იქნებიან მონობაში, მაგრამ ისიც რომ თქვა ისინი თქვა რას ჩაიდენენ, რის გამოც სამშობლოს დაკარგავენ, ტოლვილები იქნებიან 20 საუკუნე სამშობლო არ ეღირსება და ის რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტი თუ რა ქვია კაცო იმას ცეცხლი რო ქონდათ ანთებული და ებრაელებსო წვავდნენ როგორც შეშად იყენებდნენ ამ ადამიანებს, ესეც კი დაინახა. მაგრამ ამ ცეცხლის ალის გავლას ამ ნახლეჩებს შორის, რადგანაც ეს წარმართულ სამყაროს და ებრაულ სამყაროს ერთლიანად მოასწავებს აბრაამთან, მინდა გითხრათ, რომ უპირველესი ახსნა მისი მაინც ის არის, რომ ეს არის მეორედ მოსვლის ხილვა აბრაამის მიერ, რადგანაც მეორედ მოსვლა იქნება სწორედ ცეცხლით დაიწვება სამყარო. პირველი წარღვნა თუ კი იყო წყლისა, მეორე წარღვნა იქნება ცეცხლით. ამიტომაც ისაია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ცეცხლის ისრებს ისვრიანო. ნუ ეხა ისაია ვერ დაწერდა მაშინ, რომ ატომურ ბომბებს გაისვრიანო, ამიტომ რომ მაშინ ატომური ბომბი ჯერ ერთი ვერავინ ვერ გაიგებდა და თვითონ ისაიასთვისაც გაუგებარი იქნებოდა, იმიტომ რომ რა არის ატომური ბომბი, მაგრამ თანამედროვე სამყაროზე აბსოლუტურად გასაგები. ცეცხლის ისრებს ისვრიანო და გადაწვავენ დედამიწასო, რო წერს ისაია იმიტომ რომ ცეცხლის ისრები შეიძლება ბევრი ისროლო, მაგრამ მთელ დედამიწას ვერ გადაწვა, ხო მართალია? მაგრამ ეს ატომური ბომბი, რა თქმა უნდა, მას შეუძლია რომ მთელი დედამიწა გადაწვას. აქვს მას ამისი ძალა და ამაზე არის აქ ლაპარაკი, რომ ეს იხილა აბრაამმა, რომ ცეცხლით იქნება მეორედ მოსვლის წინ, ცეცხლით გამოიცდება სამყარო. ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრაამს და უთხრა: შენი შთამომავლობისთვის მომიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე, ეუფრატის მდინარემდე. ქვეყანა კენეველთა, კენიზელთა, კადმონელთა, ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა, ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსეველთა. ეს ჩამონათვალი, რაც აქ ჩვენ წავიკითხეთ, ეს იყო საზოგადოება, რომელიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდა. ეგვიპტის მდინარიდან ეუფრატის მდინარემდე, რატომები ცხოვრობდნენ, მათი ჩამონათვალია, მაგრამ ჯერჯერობით მათი უკეთურებათა საწყავლი არ არის ავსებული, ამიტომაც ეს ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას და როცა აივსება, ანუ როდესაც დადგება ამისი დრო, ერთი ამას წინასწარ ხედავს, თუმცა კი აცდის ბოლომდე ადამიანს, ამის შემდგომ უკვე აბრაამს მიეცემა ეს მიწა, ანუ შენი იქნება ეს ყველაფერი და შენგან გამომავალი, ესე იგი, შვილისგან გამრავლდება ეს ყველაფერი, ეს არის აბრაამის აღთქმა. ჩვენ მე-15 თავი დავამთავრეთ, ეს ძალიან საინტერესო თავებია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აბრაამი მართლაც განსაკუთრებულია, შეიძლება ითქვას, ძველი აღთქმის მამამთავრებს შორის, რომ ეს ერთი კაცი როგორ მოფიქრალია, აი ღმერთზე მოფიქრალია დღე და ღამე. ღვთის სჯულზე, ღვთის ნების გამომეძიებელი. სხვა მეტი არაფერი არ აინტერესებს. აი, სიმდიდრე იკარგება, აგერ დიდის გამდიდრების საშუალება, იმიტომ რომ რაღაცა ხო აქვს 10 იმდენი შეუძლია, აგერ ერთი ხელის მოსმით აიღოს, იმიტომ რომ თან ისე კი არა რომ იღაჩაღოს, უბრალოდ ეკუთვნის. ომი მოიგო და ამიტომ არ აინტერესებს არაფერი ერთის გარდა. ხსნელი. ისევე უნდა იყოს თანამედროვე სამყარო. არაფერი რა უნდა გაინტერესებდეს გარდა ერთისა. ეს არის ქრისტეს მეორედ მოსვლა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ გაინტერესებს, ოჯახს არ მიხედო და წელთვის და შენი საქმე არ აკეთო, მაგრამ შენი მთავარი საზრუნავი ეს უნდა იყოს.
და სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი, როგორც არის სიმდიდრე, თანამდებობა, კარიერა, გვარიშვილობა და ასე შემდგომ. ამინ. დავამთავროთ.